მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. დღეს მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ როგორ აგვირგვინებს ქართული ოცნება საქართველოსათვის ომის დაწყების დაბრალებას. და ამ აბსურდს მე მიმოვიხილავ საფეხურებრივად. დავიწყოთ იქიდან, რომ ვლადიმერ პუტინმა თავად აღიარა, რომ ჯერ კიდევ 2006 წლიდან იგეგმებოდა მის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის დაწყება. თუმცა 2008 წლამდე გაეწელა. ამის მიზეზები სავარაუდოდ უნდა იყოს ის პარტიზანული ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამ გაუმართა რუსეთს მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში. და რუსები ორ ფრონტზე ერთდროულად ვერ ასწრებდნენ. თუმცა შემდგომ მოიცალეს და დაიძრნენ საქართველოს წინააღმდეგ. მეტად ვერაგულად ჯერ ოსის სეპარატისტების ხელით დაიბომბა საქართველოს ტერიტორია და შემდგომ შემოვიდა რუსული არმია, თითქოს და ოსების უფლებების დასაცავად, რომლებიც თითქოს და ჩაგრულები იყვნენ. საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ომი არ დაუწყია. საქართველოს ხელისუფლება პირიქით წლების განმავლობაში ცდილობდა დიპლომატიურად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, ოკუპანტ რუსეთთან. რაც სამწუხაროდ შეცდომა აღმოჩნდა. არანაირი დიპლომატია მტერთან არ ჭრის. ჩეჩნური ანდაზისა არ იყოს, ომს მხოლოდ ომით იგებენ. თუმცა ამას სამწუხაროდ ვერ ხვდება საქართველოს ხელისუფლება 1992 წლიდან. იმიტომ რომ ედვარდ შევარდნაძის დროიდან მთლიანად რუსეთის მიმართ ლოიალური ხელისუფლებაა. ზვიადგამსახურდია მაგალითად გაანალიზა ერეკლე მეორესა და მენშევიკების შეცდომა, რომ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რუსეთთან არანაირი ურთიერთობა არ ჭრის. რუსი ჯერ ხელს ჩამოგართმევს, მერე კი დანას გაგიყრის ზურგში. ასე მოექცნენ რუსები ერეკლე მეორეს და მენშევიკებს. ერეკლე მეორეს სურდა რუსეთი მოკავშირედექცია, იმიტომ რომ ჯერთი თავს მოახვიეს მას გეორგიევსკის ტრაქტატი, იმიტომ რომ დაუპირისპირეს ტახტის მაძიებელი მუხრან ბატონები და შემდგომ უკვე მუსლიმებისგან შევიწროებული მეფე და კიდევ რუსებისგან იძულებული გახდა გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელი მოეწერა. მაგრამ წლების განმავლობაში რუსებმა ოსმალებსაც შეატოვეს ერეკლე მეორე, სპარსელებსაც და საბოლოოდ მერე ვერაგულად გააუქმეს ქართლ-კახეთის სამეფო და მერე დანარჩენი ქართული სამეფო სამთავროები. მენშევიკები ენდნენ რუსებს მოაწერეს მათთან სამშვიდობო ურთიერთობას ხელი, ლეგალიზება მოუწყვეს კომუნისტურ პარტიას აღიარების სანაცვლოდ და თანამშრომლობდნენ ბოლშევიკებთან, საბჭოთა რუსეთთან. თუმცა რით დამთავრდა ეს, ვნახეთ, არანაირი პროვოცირება მენშევიკებს რუსებისათვის არ მოუწყვიათ, რომ რუსებს ომი დაეწყოთ. ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს შიგნიდან შეუტია თავისი აგენტურით. ახლა კი მინდა ვკითხო ქართულ ოცნებას. თქვენი პარტიის წარმომადგენლები, თუ თქვენი პარტიის წარმომადგენლების მშობლები ნეტა ვისხარეს იყვნენ 1992 წელს სახელმწიფო გადატრიალების დროს, როდესაც რუსეთმა დაამხო ზვიადგამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება. იმ ზვიადგამსახურდიასი, რომელიც არაპირებდა იმპერიასთან თანამშრომლობას. ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც ყოველმა ქართველმა უნდა ისაუბროს. და არ დაუშვებთ ჩვენ, რომ ისტორია გადაიწეროს რუსების სასარგებლოდ. ხო, ქართული ოცნება ამბობს, სად იყო ქართული რუსოფობია 2022 წლამდეო. რა, ქართველები რუსოფობები არ იყვნენ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპაცია, გენოციდი მოუწყო ქართველ ერს. ქართველები ყოველთვის იყვნენ რუსოფობები, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე მთელს კავკასიას, რომ რუსეთი არის ჯვარსამოფარებული ეშმაკი, რომ რუსეთი არის ჯვარსამოფარებული სატანა, ბოროტების იმპერია, ტყილად არ ქვია ბოროტ იმპერიას. და კიდევ საქართველოს რომ აბრალებენ ომის დაწყებას და
ამახინჯებენ რეზოლუციას, რომ თითქოს და საქართველომ დაიწყო ომი და ეს დოკუმენტურად დამტკიცებულია, სისულელეა. თქვენ რეზოლუციის ტექსტით ძალიან მანიპულირებთ, მას ამახინჯებთ. ეს არის მანიპულაცია, ტექსტის დამახინჯება. და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი ოკუპანტია და მთელი მსოფლიო ცივილიზებული სამყარო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მალე მთელი მსოფლიო აღიარებს ქართველთა გენოციდს, არა მხოლოდ ეთნიკურ წმენდას, არამედ გენოციდს. იმიტომ რომ ქართველთა გენოციდი იყო ისეთივე საშინელი, როგორც ჰოლოკოსტი. და ეს მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, რომ რუსები არიან ნაცისტები, რომლებიც ეროვნებების მიხედვით არჩევენ ადამიანებს, რომლებიც ნაცისტების მსგავსად ყველგან აგზავნიან თავიანთ აგენტურას, რომლებიც ყველგან აჩაღებენ პროვოკაციებს და მერე ყვირიან არიქა და რუსოფობია ამ მთელ მსოფლიოში. იგივეს აკეთებდა ჰიტლერი თავისი მეზობლების მიმართ და როგორ დაამთავრა ჰიტლერმა, ეს ყველამ იცის. რუსეთი ოკუპანტია და ეს არის აქსიომა, ეს საკითხი არ გადაიხედება. საქართველო იქნება დამოუკიდებელი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, რუსეთს და მის მარიონეტებს ელით გასამართლება და შემდგომ საქართველოდან დეპორტაცია და რაშიზმი პასუხს აგებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის, ისევე როგორც აგო ფაშიზმმა და ნაციზმმა დიდება საქართველოს.